დღევანდელი სასამართლოს გადადების მიზეზი ჩემთვის უცნობი იყო. მე რომ მივედი დღეს სასამართლო პროცესზე, დამხვდა იქ, რომ გადადებულია სასამართლო ოქტომბრის 21 რიცხვისთვის. 2 თვე კიდე გადაიწია. ამ ყველაფერს აკეთებს პროკურატურა. პროკურატურა დაინტერესებულია, რომ რამენაირად გამოიყვანონ ლალიაშვილი და ლორდ ქიფანიძე. აი დატოვონ გარეთ, მაგათ დაჭერა არ უნდათ მაგათი, გარეთ გამოყვანა უნდათ სრულიად სტუს მნიშვნელობით და მესამე პიროვნება არის ზაზა უზუნაშვილი, რომელიც ასევე ამ საქმეშია ჩართული, უშუალო მონაწილეა ძირითადად. ეს ის უზუნაშვილია, რომელიც იმ პერიოდისთვის მე რო დამაკავეს იყო ახმეტა თელავის სკოდის უფროსი და პიროვნება, რომელიც ყველანაირ შეწერას ეგაკეთებდა ხოლმე. უზუნაშვილმა დამერეკა, მაგან მე მიყვანა კულტში, ჩვეულებრივ მოგთხოვეს თანხები, იმ თანხის მიტანაზდაც უზუნაშვილმა დამერეკა, მაგასთან მევიტანე კაბინეტში ის ფული. და ეს დღეს ეს უზუნაშვილი დღეს არის სუსის უფროსის კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილე. დაწინაურებულია პირიქით, რამე პასუხი კი არ მოსთხოვეს. რაც შეეხება დანარჩენს, ამ ყველაფერს აკეთებს ჩემთვის როგორც ცნობილია ხუტა პაჭკორია, რომელიც იყო იმ პერიოდისთვის კახეთის საფინანსო პოლიციის უფროსი და ფარცხალაძე. ფარცხალაძე იყო ხუტა პაჭკორიას კოლეგა ქვემო ქართლში, ესენი მფარველობენ ამ ლალიაშვილს. დაახლოებულები არიან ესენი პროკურატურის მაღალ ჩინოსნებთან 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ დაობა ამ ყველაფერს. პროკურატურა აყენებს შუამდგომლობას გადადების თაობას. რის საფუძველზე? არ ვიცი. ხან ჯანმრთელობას მიზეზობენ, ხან რას მიზეზობენ, ხან რას. წარმოიდგინეთ 3 წელიწადია მიდის ჩემი სასამართლო პროცესი და 17 ჯერ არის უკვე გადადებული 2 თვეში ერთხელ ჩანიშნული პროცესი.